მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო ორო მაყურებელო. განვაახლე UFC-ს კარდების განხილვა. არა მარტო UFC-ს, გვექნება რკენაც, როცა მესამე მოუწევს GFC, გამა და ასე შემდეგ. მოგეთ ვისაუბროთ ყველა ჭხუბზე, რაზეც შემიძლია, რა თქმა უნდა. და გამოთქვა ვარაუდებს. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩვენი ვიდეოები იყოს მოკლე, არ იყოს მომაბეზრებელი, რაღაც 1 საათიანი და ასე შემდეგ. ძალიან მარტივად ფიქებს აურჩევ, ძალიან მარტივ არგუმენტებს ვიტყვი, რომელსაც მე ვფიქრობ და ესე და ეს. მოკლედ, ჯერჯერობით ყავს 2 მაყურებელი. იმედია თვის ბოლოს იქნება 3 და წლის ბოლოს 5-ზეც კი ავთ. მოკლედ, ძალიან ცუდია, რომ თავის დროზე, როდესაც დავიწყე MMA-ის პოდკასტები, მაშინ არ გავაგრძელე, თორე ეხლა კაი პონჩი ვიქნებოდი. ასე თქვათ, ჭკუა მომეკითხებოდა MMA-ზე, მაგრამ არა უშავს, მაგ რეპუტაციასაც ჩემი ფიქები ალბათ ან დაანგრევს, ან აგვიწევს. მოკლედ გვაქვს UFC ლონდონი, უმშვენიერესი კარდი და არა მარტო იმიტომ ჭხუბების გამო, არამედ არ მოგვიწევს გათენება. იქნება ჭხუბები თუ არსები 9 საათზე დაიწყება. ხო, მოკლედ გვაქვს ჩვენ ახლა ESPN-ი გვაქვს გახსნილი, ESPN-ს გირჩევთ, არ ვიცი თუ სხვა პლატფორმა იცით უკეთესი. იმიტომ რომ მარტივად შეგიძლიათ ჩამოხსნათ, ნახოთ, ასე ვთქვათ, ის მონაცემები, რომლებიც საჭიროა მებრძოლის შესადარებლად პირველ ეტაპზე ფურცელზე. განვიხილავთ რამდენიმე ბრძოლას. პირველი ეს არის ჩემთვის საინტერესო ნათან გუარ კონდეს თავში კევიტყოდი. ნიელ ვუდი და ლოზანი კეიტა. ესე იგი, კეიტა არის, ვინც არიცით, ოქტაგონ MMA-დან ოქტაგონ MMA-ის ჩემპიონი არის, სხვა შორის ჭხუბი ქონდა მათეს ანიკიძესთან, რომელიც წააგო ტრავმის გამო პირველივე წუთებზე. შემდეგ ქონდა ჩანიშნული პიტბულთან ჭხუბი და პიტბულს ეხვეწებოდა, რა ხო ვიჭხუბოთო, არ წონა ვერ დააფიქსირა და წონის ვერ დაფიქსირების შემთხვევაში მეორე მებრძოლს შეუძლია თქვას უარი. და მოკლედ პიტბულმა არა ეხვეწებოდა, იმიტომ დებიუტი ქონდა. მოკლედ ნათანიელ ვუდი ძალიან კარგი მებრძოლი არის, თან არც დიდასაკში არის ან ასე შემდეგ. უბრალოდ კეიტა არის, ასე ვთქვათ, ეძლევა მეორე შანსი და ჩემი აზრით კეიტა მოიგებს. ვუდის დაფინიშება არის ძალიან რთული. ხო, საკმაოდ ბევრი ბრძოლა ქონია ვუდს ჩატარებული. რა ძალა გედგა? აბა იმდენი რა თუნდოდათ? ამდენი თუ ქონდა არ მახსოვდა. და ჯონ დოდსონმა გათიშა 2020-ში. და მაინც მგონია რომ კეიტა მოიგებს უბრალოდ decision-ით და ძალიან მაგარი ბენგერი იქნება, შეიძლება split decision-ითაც მოიგოს, იმიტომ რომ ინგლისში შეიძლება პატარა უპირატესობა ქონდეს decision-ის მხრივ. ჩემი პიკი იქნება პირველი featherweight-ის დაპირისპირებაში ლოზანი კეიტა. მეორე მეისონ ჯონსი, აქსელ სოლა აღარ მახსოვს. როგორც მებრძოლი, უბრალოდ მეისონ ჯონსი არის მებრძოლი, რომელიც არ ითიშება, ხედავთ, არც არის გათიშული და მისი ჭხუბები ყველა რომ ნახოთ, ეს ორი რაც არის, ნუ UFC-ში ორი მაქვს ნახი, Cage Warriors-ის არა. ძალიან ისეთი ბრძოლები აქვს შემოტრიალებული, რომელსაც იდეაში რომელიც უნდა წაეგო და ბევრ სულთა დარტყმას უშვებდა. აქსელ სოლას სიმართლე გითხრა, სავარაუდოდ ნანახი მაქვს ეს ჭხუბი. არც ერთ ქარts არ ტოვებ, უბრალოდ არ მახსენდება. და მაინც ყველაზე მარტივად 6 ნოკაუტი, 1 საბმიშენით მოგება აქ, მაგრამ ყველაზე მარტივი ფიქი რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ აქ decisions ნახავთ, ან მეისონ ჯონსი მოიგებს. მე ესე ვივარაუდებ, რომ UFC-ელი წამოიღებს ამ ბრძოლას. შემდეგი გვაქვს ჩვენი საერთოდ დამოვიწყდა, რომ UFC-ს ეს კარდი კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ქართველი ჭხუბობს, რომან დოლიძე. რომან დოლიძე ჭხუბობს main card-ზე, თორსე main card-ს ხსნის და ეჭხუბება კრისტიან ლეროი დანკას. მოკლედ რომანს ზოგადად რომანის კარიერა ჩემი აზრით UFC-ში არის ესეთი, რომ რაღაც მოგებების სერიას აწყობს, მერე შუაში წაგება გამოხდება ხოლმე, მერე ისევ მოგებების სერიას აწყობს, მერე ისევ წაგება გამოხდება. აი თუ დააკვირდებით რომანის, ასე ვთქვათ, სტატისტიკას, ნახეთ UFC-ში მოვიდა 2 მოგება, მერე წააგო, მერე 1 2 3 4 მოგება, მერე წააგო 2, მერე 3 მოგება, მერე წააგო. ეხა მოგება უწევს. უბრალოდ აქ არის რამდენიმე ფაქტორი, ეს არის რომანი ძალიან კარგი მებრძოლია, უბრალოდ უკვე
ასაკშია ჩემი აზრით 37 წელი. ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტა არ არის. თან მგონია რომ დანკანი უკეთეს ფორმაში არის. მე ეხლა რო გეთქვა რომ 5 წლის წინ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. აუცილებლად რომანს ვიტყოდი. უბრალოდ ეხლა მგონია რომ ძალიან რთული ბრძოლა უწევს, ძალიან რთული, იმიტომ რომ სწრაფი არის ჩემი აზრით რომანზე, აქტიური არის და უნდა ეჭიდაოს. რომანი კიდე რატომღაც ჩემი აზრით არ ჭიდაობს ხოლმე ისე ხშირად, შეიძლება ტრამვის გამო, შეიძლება გეგმის გამო, არ აქვს მნიშვნელობა, მე ისე მგონია ყოველ შემთხვევაში. უბრალოდ თუ აჭიდაოდება რომანი, ძალიან მარტივად მოუგებს დანკანს. უბრალოდ თავიდანვე არ უნდა მიიღოს ზიანი, რის შემდეგაც მე იქნება რთული მიწაზე გადაყვანა. ჩემი აზრით, ესე რომ შევხედოთ, რომ გამოვიდე ქართველის მდგომარეობიდან. კრის დანკანმა უნდა წამოიღოს, თან სახში ჩხუბობს. ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ბევრად, კარგი რეკორდი აქვს, კარგი ნოკაუტერია, სწრაფია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რომანი მოიგებს და რომანს გულშემატკივრობ ბოლომდე. რომანს, ასე ვთქვათ, უსურვებ ყველაფერს კარგს, წარმატებას, მაგრამ ფიქი რომ მქონდეს ასარჩევი, აქ აუცილებლად დანკანს ავირჩევდი, მაგრამ იმედია ვცდები და ჩემი ეს ფიქი თუ გაწითლდება, არანაირად გული არ დამწყდება, უბრალოდ მე ვსაუბრობ ეხლა არა ქართველის პოზიციიდან. რაც შეეხება ეხლა ამ უბედურ ბრძოლას, ესე იგი, ივო ბარანიევსკი და ოსტინ ლეინი, ეს არის როგორი ბრძოლა, იცით? წინა ჩხუბი ჩაატარა Turkish Power არის თორსე მის ზედმეტ სახელი, მოგეთ ის ჩხუბი ნახეთ, ბევრი ხანი არ დაგჭირდება, დაახლოებით 2 წუთი და იყო თუ არ ვცდები დეკემბერში მერაბის და იანის მეორე დაპირისპირებას. არის ახალგაზრდა, წდომი აქვს ძალიან პატარა. ოსტინ ლეინთან შედარებით, უბრალოდ ოსტინ ლეინი არის ტიპი, ვისაც როცა შეეხებიან, ეგრევე იძინებს. ცალკე მიმები და ცალკე ვიდეოები არსებობს მაგაზე, ასე ვთქვათ, როგორ ითიშება, ხედავთ 11 ნოკაუტი 6 წაგება აქვს. ნახეთ, ბოლო 5 ბრძოლაში აქვს 3 ნოკაუტი. და ბოლოს პეტრონსაც წააგო საბმიშენით. მოკლედ, თან მაღალია, უბრალოდ მარტივი ფიქი არის, KO ჯამში აღებული, ან ბარანიევსკის პირდაპირ ნოკაუტს ვიტყოდი, არ მგონია რომ ხულებამდე ეს მივიდეს. პეიჯი და სენ პეტერსონი. პეიჯი არის ისეთი კაცი, რომელიც UFC-ს ესეთი არ უნახავს, ესეთი სტილის მებრძოლი, ხელებს ჩამოშვებული, ძალიან სწრაფი, მიუხედავად იმისა, რომ 38 წლის არის, იცით როგორ არის ამას აქში. რენდომზე შეიძლება უცებ აღარ ვარქოდე. ამ გულისხმობ იმას, რომ პეიჯს რატო არ აქვს სურათ. უცებ შეიძლება ძალიან მაგარი ჩხუბი ჩაატარო და შემდეგი ჩხუბი ჩაატარო და ძალიან ცუდ ფორმაში იყო, იმიტომ რომ უცებ იცის ხოლმე ასაკმა დატყობა. მით უმეტეს, როდესაც შენი ჩხუბი აგებული არის სისწრაფეზე, მოძრაობაზე და ასე შემდეგ. 29 წლის სენ პეტერსონს ხვდება, რატო აჩხუბებენ ურანკოსთან და ესეთ ნაკლებად ცნობილ მებრძოლთან არ ვიცი. თან მით უმეტეს, როცა middleweight-იც აწარებს ხოლმე პეიჯი ჩხუბს და welterweight-იც. ეხლა ვნახოთ სენ პეტერსონის რეკორდი, იმიტომ რომ კარგად არ ვიცი. ხოჩახ, საბმიშენი, ნოკაუტი. მაგარია. ბადეშვილი იყო მაგარია. ძალიან მაგარი რეკორდი აქვს თან UFC-ში, ბოლო 5 ბრძოლაში. 1 წაგება აქვს მარტო. ხო. ეს რაღაც გავარდნილ წაგებას გავს. არ დავკარგავ ეხა იაშმოუს. აუ ეგ არ კონდეს თავში ქევით. არ ვიცი სამწუხაროდ. ძალიან მაგარი ბრძოლა გვიწევს. თან მე მგონი UFC-ში ნოკაუტი არა ხო პეიჯს აღებული. არა ხო? და გარისთან წააგო, ეგ სულ დამავიწყდა. ხო, ძალიან რთული ჩხუბი არის სიმართლე გითხრათ. ძალიან უხერხული არის, პეიჯი არის ძალიან უხერხული. თუ იგივე არის, რაც წინა ბრძოლებში იყო, ძალიან გაუჭირდება, მაგრამ სენ პეტერსონს ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ პეიჯს გულშემატკივრობდა, მგონია, რომ კიდევ არის ის, ვინც შარშან წინ იყო, მაინც მგონია, რომ ახალი სისხლი სადღაც მოუგებს
ვთქვათ, პეიჯსა თან გასაღები ნაპოვნი არის ჭიდაობის. არ მგონია პეტერსონმა იჭიდაოს, მაგრამ უნდა აურიოს. ნახოთ, მოკლედ, ჩემი პიკი იქნება სემ პეტერსონის გამარჯვება. და მივედით ლუკ რაილისთან, რომელიც არის პედი პიმბლედის მეგობარი. წინა ჩხუბი UFC-ს ჩაატარა ბოგდან გრადთან და პირველი რაუნდი წააგო ჭიდაობის ხარჯზე. კარგად დააფიქსირა, მთელი რაუნდი ეჭიდავა. უბრალოდ, როდესაც მეორე რაუნდში წამოდგენ, იმდენად დიდი ძალისხმევის ჩადება მოუწია ბოგდანს ამ ჩხუბში, რომ უბრალოდ პირველ რაუნდში ჭიდაობაში, რომ მოკლედ მეორე რაუნდში ძალიან მარტივად გაატარა. როგორც ხედავთ, ახალგაზრდა მებრძოლს მაიკ ეზუელ, ამერიკელი. ნახოთ, ეს არ გამიგია ეს მებრძოლი 6 ნოკაუტი 0 წაგება UFC-ში გვაქვს. მოკლედ ბევრი რო არ ვიმსჯელოთ, ფურცელზე და ისედაც ლუკ რაილის გულში შემატკირო ძალიან კარგი მებრძოლი, არ ამგონია ლონდონში მეორე ჩხუბი წააგოს, თან დიდი ჰაიპი აუწეული პედი პიმბლეტის გამო, ტიპაჟიც ეგეთი არის, კარგი ნოკაუტები აქვს, 12-0-ზეა დამომარცხებელი, მოკლედ ლუკ რაილის მოგებას ვივარაუდებ და გადავედით ჩვენს მთავარ ქარდზე, ცოტა მეტი ვისაუბროთ, ეს არის ლერონ მერფი მოსარეულოების წინააღმდეგ. მოკლედ ჯერ როგორი გულდასაწყვეტია, რომელიღაცის 0 რო წავა 1-ში. მაგრამ ეს 0 ისეთი არაფერი არ არის, უბრალოდ მაინც 0-იანები რო ეტაკები ამ ჭყალებში, აუცილებლად ერთს რო რეკორდი გაუფუჭდება, ცოტა გულდასაწყვეტია ხომ. ესეთი ბრძოლები საჩემპიონოზე უფრო ასწორებს, მაგრამ სამაგერად საჩემპიონოზე გამსვლელი არის იმედია, თან 5 რაუნდიანია და 5 რაუნდიანი მე სიმართლე გითხრათ, ევლოების ჩხუბი ნანახი არ მაქვს. და მართალიც ვარ. ამას ემერჩი არ გულისხმობ. UFC-ში არც ერთი ჩხუბი არ აქვს 5 რაუნდი, მაგრამ პირველი მეინ ივენთია, ნუ ხო, მე მგონი რა, ფაქტია პირველი მეინ ივენთი არის. და ძალიან საინტერესოა თუ მომდენო რაუნდებში გადავალთ, თუ გაუძლებს მერფი, ასე ვთქვათ, მოდი ჩავთვალოთ, რომ ევლოებმა იჭიდავა, ჩავთვალოთ რა, აუცილებლად იჭიდავებს, უბრალოდ წარმატებით იჭიდავა და წარმატებით დაიცვა მერფიმ და მოკლედ არ საბიშანი არ აიღო, ხო? ევლოებმა რადგან არ მუშაობს ხოლმე, მაგრამ იმდენი, ასე ვთქვათ, კრიტიკა მოდის ევლოების არ ფინიშზე, რომ მგონია, რომ ცოტა უფრო მეტად ეცდება ფინიშის აღებას. უბრალოდ საინტერესოა მე-5 რაუნდში როგორი მებრძოლი გამოვა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ მე-3 რაუნდში იღლება ხოლმე ალენთანაც, სტელინგთანაც, ლოპესთანაც, დავოდუსთანაც სხვათა შორის, დავოდუმ ძალიან მაგრად ცემა მე-3 რაუნდი. მე-3 რაუნდი მოუგო. ლოპესთან ჩხუბი, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ და ძალიან ცოტა ჩხუბობს ეს კაცი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ცოტა ჩხუბი უწევს. სხვათა შორის ევლოებს და თოფურიას ჰქონდა ჩხუბი ჩანიშნული, თუ არ იცით მაგის შესახებ, ძალიან მაგარი ჩხუბი იქნებოდა. მე ევლოები ჩაიხსნა, მე თოფურია ჩანაცვლა, უпростоოდ ევლოები ჩანაცვლა ჩარლზ ჯორდანმა, მე თოფურიას აუკრძალეს წონის კლება ექიმებმა, მე თოფურია ჩაიხსნა, იქ ჩხუბი საერთოდ ჩაიშალა და მაგის მერე იჩხუბა ზუსტად UFC ლონდონზე ილიამ ჯაი ჰერბერტთან უკვე ლაითვეიჯში. ეგ იყო მაგ ჩხუბის მე ერთ თვეში აიღო თუ რაღაც. მერფისაც შეეხება ძალიან მაგარი სტრაიკერი არის. აი ულამაზესი სტრაიკინგი აქვს. და ძალიან ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ქვევიდან ჩხუბობს რა, შედარებით, ქვევიდან ჩხუბობს გულისხმობ ხელები, როდესაც ქვევით გაქვს ჩამოწეული, შედარებით და მზად არის ანდერჰუკებისთვის, როდესაც ტეიქდაუნზე შემოწან და ცოტა დაბლა დახრილი არის და არა გაშლილი გულისხმობ ან მუაიტაის ან სხვა კიკბოქსინგის სტილს. უფრო ჩამჯდარი იბრძვის, ძალიან სწრაფი არის, პიკოსთან ნოკაუტი, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ. სხვა შორის არ ქონია ბევრი ნოკაუტი. სულ დესიჟენები აქვს. სხვა შორის სანტოსთანაც ამბობენ, რომ წააგო, თუ ნახავთ, ვთქვათ, შეფასებებს ჟურნალისტების და შემდეგ 80% ამბობს, რომ სანტოსთან წააგო, მაგრამ ნუ ესე უწერია. მე მგონია, რომ ლერონ მერფი მოიგებს ამ ჩხუბს, იმიტომ რომ არის ბევრად ბრუტალური დამტყმელი
და მგონია რომ არეშინია ან თუნდაც ჭიდაობის გულისხმობ იმას რომ შესაძ მოჭიდავ ესე ჩხუბები სტრაიკინგი გიფუჭდება იმიტომ რომ გეშინია რომ ვიღაც ჩამოვიდეს შემოვიდეს წელში და ჩაგიყვანოს ტეიქდაუნზე ამიტომ მე მგონია რომ მერფის მაგის არეშინია და შეძლებს რომ თავიდანვე ცოტა დააზიანოს რომ რა თქმა უნდა ევროპი აუცილებლად წააქცევს ეჭიდავება უბრალოდ როდეს სანამ ფეხზე იქნებიან მოკლედ ზიანს აიღებს მერფი და მგონია რომ ბოლო რაუნდებში უკვე ფინიშით შეიძლება წამოიღოს მოკლედ ჩემი პიკები არის კეიტა მეისონ ჯონსი რომან დოლიძე ბოდიში ქართულ გულშემატკივრობა უბრალოდ რეალურად განვიხილავ და არა გულით ვინც მინდა გულით რომანი მინდა უბრალოდ ლოგიკურად გონია რომ დანკანი მოიგებს აიო ბარანიევსკი სემ პეტერსონი ლუკ რაილი ლერონ მერფი მოკლედ ეს ადამიანები მგონია რომ ძალიან კარგი პიკი არის და მოკლედ ნახოთ რამდენს გავამწვანებ და მე შემდეგ უკვე ვისაუბროთ რამდენად კარგი თუ ცუდი პიკები მაქვს მადლობა ჩემო ორო მაყურებელო იმედია ვიქნებით სამნი დროებით